უნდა დავიწყოთ საუბარი, იცით, რაღაცა აი შებოჭილობა, გარკვეული არ თქმა იმისა, არ გათქმა იმისა, რაც ამაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და რასაც ჩვენ სისტემატიურად ხვდებით, ეს გახლავთ, თქვათ, მოხმარება ათასნაირი ნარკოტიკული საშუალებების და მათ შორის მარიხუანას. რომელიც თქვათ ეს არის იმ პუბლიკაციებში სხვათა შორის მინიშნება. ბრძანებთ, ამაზე არის სერიოზული პუბლიკაციები ამ წლის პუბლიკაციები, წინა წლის, სადაც არის ლაპარაკი რაზე, იცით, რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს დნმ-ის სტრუქტურას. RNM-ის სტრუქტურაზე, ეხლა, ანუ დეზოქსირიბონუკლეინმჟავის და რიბონუკლეინმჟავის სტრუქტურაზე. ანუ გენური ინფორმაცია და მისი თარგმანი. ხო, ანუ გენურ მუტაციებს იწვევს. ეს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს. და ეს როგორ აიცით, ჩვენ გარდა იმისა, რომ ძალიან დიდ და ყოველმხრივ და პრაქტიკულად ყველანაირ უროლოგიურ საქმიანობას ვეწევით ჩვენს კლინიკაში, ჩვენ ამავდროულად გვაქვს რაღაცა მიმართულება ერექციის მკურნალობის თვალსაზრისით და მოსული პაციენტების, გაიკვირდებათ, მაგრამ საოცრად დიდ რიცხვს გეტყვით მე ახლა. 80-85% არის მომხმარებელი ახალგაზრდა მამაკაცები. ახალგაზრდა მამაკაცები და მათ შორის დასრულებიც, რომელიც ანამნეზში ამას აღნიშნავენ. იცით და ეს არის მასიური ხასიათის მოვლენა. რასაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მე როცა ამაზე ვესაუბრები, ისინი მათთვის ეს ხშირად აღმოჩენაა, რომ თქვათ ეს გავლენას ახდენს ერექციის ხარისხზე, სიზარღვოვანი ერექციული დისფუნქციის განმაპირობებელია და გავლენას ახდენს შვილოსნობაზე. ანუ სერიოზულ გავლენას ახდენს სპერმატოგენეზზე. ანუ ეს ისეთი თემებია, რომელსაც საზოგადოებამ უნდა განგაშზარი ჩამოკრას, იმიტომ რომ ამაზე დღეს გაჩვენება აღარ შეიძლება. ეს დემოგრაფიულ სიტუაციას ცulis. ეს ყველანაირ სოციოლოგიურ კვლევებში ესეთი რამეები ასახული არ არის. ამ ხალხს, ამ ადამიანებს, რომელიც მოდიან, მეაჩნიათ, რომ ეს არაფერი არ არის, ეს საზოგადოებაც ასეთია, შემწყნარებლურია. მით უფრო რომ პრაქტიკულად მარიხუანასთან დაკავშირებით არის ყველაზე ესეთი ზედაპირული დამოკიდებულება და რისკები საერთოდ არ არის სერიოზულად აღქმული. დღეს ლაპარაკია ასეულობით, ათასობით პაციენტის მონაცემებზე. ესეა ამ მარიხუანასთან მიმართებაში. და ეს არანაირად არ უნდა განვიხილოთ როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, რომელიც თქვათ არაფერზე გავლენას არ ახდენს, უწყინარია, რომ ის პირიქით ეხმარება სექსუალურ ცხოვრებაში და ეს არის აბსოლუტური სისულელე და აბსოლუტური ბლეფი და მე ვფიქრობ, ეს არის ისეთი თემები, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.